პატარა ინკოგნიტოელების 5-6 წლიანი თაობის ჯგუფია. ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, როგორ უნდა იმუშაონ კამერასთან. იაზროვნონ, იყვნენ თავისუფლები. ისწავლონ უამრავი ზღაპრები და ლექსები. პირველი კასტინგის შემდეგ ბავშვები რა თქმა უნდა შეიცვალნენ. მეცადინეობაზე მოსულ პატარებს მუდმივად ხვდებათ ჩართული კამერა, მონიტორი და მიკროფონი ხელში, რაც მათ განვითარებას, აზროვნებას, მეტყველებას, გადმოცემის კულტურას ყველაფერს ავითარებს. ხშირად უსმენენ თავიანთ ჩანაწერებს და შეცდომებს თავადვე პოულობენ. მერწმუნედ, მათ მიერ დანახული შეცდომების საკუთარ თავში უფრო მეტს აძლევს ამ პატარებს, ვიდრე ჩვენ მივიცეთ მათ შენიშვნები. წარმატებები უსურვოთ პატარა ინკოგნიტოელებს. რუბრიკა მე და პოეზია და წიგნების სამყარო მუდამ თქვენთვის იმუშავებს. პატარა და ნიჭიერი თაობით. ნუ ფიქრობ, გახდი ინკოგნიტოელი. ასეთი იყო პირველი სამზადისი. თუმცა მომდევნო საგაკვეთილო პროცესში ინკოგნიტოს მეოთხე კურსელი წარმატებული სალომე გორგელაძე ჩაერთო და მათთვის განსაკუთრებულად არჩევს თუ როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კითხვა, წიგნის სიყვარული, გადმოცემა. ცდილობს მანჩოს ასისტენტობა კარგად მოიგოს და უკვე სამზადის შეუდგა პირველი გადაცემის ჩასაწერად. რუბრიკა მე და პოეზია. დიახ, ეს იქნება მათი პირველი წარდგენა და პირველი ჩვენება იმისა, თუ რა შევძელით ამ მოკლე ხანში. სალომეს დაუღალავ ფუსფუსსა და ტრიალს პავილიონში ხედავთ. ჩვენთან ინკოგნიტოელები მეოთხე კურსზე სწავლობენ თუ როგორ უნდა შექმნან დიზაინი, მოაწყონ გადასაღები მოედანი, მოიტანონ კადრი, რომელიც მაყურებლისთვის სასიამოვნოდ დასანახი და აღსაქმელი იქნება. სწორედ ამ ყველაფერს სალომე დამოუკიდებლად ართმევს უკვე თავს. წარმატებები უსურვოთ სალომეს და დაველოდოთ მილანში საშობაო არდადეგებზე წასულ საკურსო ნამუშევარს. პირობას ვდებთ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბრიჭიძე და სალომე გორგილაძე საოცარ საკურსოს ჩამოგიტანთ მილანიდან, რომლის ჩვენებაც წლის ბოლოს მართლაც განსაკუთრებული და ორიგინალური იქნება. ფიქრობ, აქაც გაუმართლა სალომეს და თავის იღბლიან ბედზე ღმერთმა ხელი წამოაშველა. ალბათ ძალიან ბევრი იოცნებებდა საშობაო მილანში გაეტარებინა დაუვიწყარი დღეები. წარმატებები სალომეს და პატარა ნორჩ ჟურნალისტებს. გამარჯობა ძვირფასტელი მაყურებლებო, მოგესალმებით და გეტყვით, რომ მე ვარ საბჭოს ტელესტუდიიდან დაუწყები გადაცემას მე და პოეზია. არა, ჩვენით არ უნდა დავწეროთ ლექსები, მაგრამ თუ კი იცით, შეგიძლიათ გვესტუმროთ და კამერის წინ გამოთქვათ თქვენი სათქმელი. ლექსი თუნდაც ხიალები ნიშნები მაღლაბულეს და ხარიანა გალობნა და მახობლად იქვე თავი მოუყრიათ ყმაწვილებს. იმღერიან და თანგრეფის სხვადასხვა ფერ ყვავილებს. მოკაშკაშეცაო, ზღვაოლიცლიცაო და თოვლილო მთაო ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულიშრიალეო, საქართველოს მზეო, სული გიზგიზეო. ჩვენი გადაცემის სტუმრები, კარგად. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბრიჭიძე.